ქუთაისში ხორცით მოვაჭრეები უკვე მე-6 დღეა გაფიცულები არიან. ამჯერად მათ აქცია პარლამენტის წინ გამართეს. ყასბების სურსათის უვნებლობის სამსახურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქონლის დაკლა მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე იქნება შესაძლებელი. ხორცის გამყიდველების თქმით, რაიონებიდან პირუტყვის ქალაქში ცოცხლად ჩამოყვანა ხარჯს გააორმაგებს და შესაბამისად მოიმატებს ხორცის ფასიც. ყასბები ამბობენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. დღევანდელ აქციას პარტია თავისუფალი საქართველოს წევრებით შეუერთდნენ. Თავარი მოთხოვნა არის იგი რომ იყოს რეალურად ყველაფერი როგორც ვხედით ჩვენ 10 ლარზე ვით ფასი არ მიდიოდა არ გვინდა მაგით წავიდეთ ზემო და ჩვენ ძვირად რომ იქნეს გასაყიდი ხორცი ჩვენ ვერ გავყიდით. ეს გამოიწვია ბოინებმა. ბოინები არის იგი მოტანილი 2-3 კაცის ის არის დაპლანული რომ მაგათ ფული ეშონონ. ორშაბათს აპირებენ მოიყვანონ ის მოსახლეობა რომელიც უკმაყოფილოა და ვერ ყიდულობს უკვე მე-6 დღეა საქონლის ხორცს თუ ღორის ხორცს და ალბათ ორშაბათს მოვლიან ის გლეხები რომლებსაც უკვე მძიმე ტვირთად დააწვათ ეს